მარიამ მიზურიასთან ერთად ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ჩემი აზრით, რა ისტორიას და რა ფაქტოლოგიურ მასალას ვფლობთ ქვეყნებზე, სხვადასხვა სახელმწიფო, თქო, დელეგაციების მოქმედებებზე დაყრდნობით. იყო თუ არა პრეცედენტი იმისა, რომ წარსულში ევროსაბჭოსთან ურთიერთობა გაეწყვიტა რომელიმე სახელმწიფოს და რა კონკრეტულ ფაქტებს ან გარემოებებს ეფუძნებოდა ეს. მოდი მოусმინოთ მარიამ მიზურიას. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, გიორგი, დილამშვიდობისა თიკო, მესალმებით ჩვენს მაყურებელს. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წარსულში ევროსაბჭოსთან ურთიერთობა სულ რამდენიმე სახელმწიფომ გააწყვიტა, თუმცა გამომდინარე პოლიტიკური ვითარებიდან რეალურად შესაძლოა სამი პრეცედენტიდან ორი საერთოდ არ იყოს მიჩნეული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების შემთხვევად. მაგალითად, გაგაცნობთ მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის შემთხვევას. ოფიციალური წყაროები ადასტურებს, რომ ჩეხოსლოვაკია გარკვეული პერიოდი აღარ იყო ევროსაბჭოს წევრი, თუმცა ქვეყანას ოფიციალურად არ დაუტოვებია ასამბლეა. გამომდინარე იქიდან, რომ 1993 წლის იანვარში ჩეხოსლოვაკია ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაიყო, მას დროებით მოუწია წევრობაზე უარის თქმა 1992 წელს. პოლიტიკური ვითარების გამო, თუმცა მისი დაშლის შემდეგ მემკვიდრე ქვეყნები ჩეხეთი და სლოვაკეთი 93 წლის 30 ივნის კვლავ შეუერთდნენ საბჭოს. მსგავსი მაგალითია სერბეთი და მონტენეგროს შემთხვევა. ყოფილი კონფედერაციული რესპუბლიკა სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ჩამოყალიბდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ. ორი ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის სერბეთის და ჩერნოგორიის გაერთიანების შემდეგ. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ევროსაბჭოსთან ურთიერთობას, 2006 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით მონტენეგრომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა სამივე შედეგად ორი უკვე დამოუკიდებელი რესპუბლიკა სერბეთი და მონტენეგრო ჩამოყალიბდა და 2006 წლის 14 ივნის სერბეთი ევროსაბჭოს დამოუკიდებელი წევრი გახდა. მონტენეგრო კი საპარლამენტო ასამბლეის წევრი 2007 წლიდან არის. ახლა რაც შეეხება რეალურ შემთხვევას, თანამედროვე ისტორიიდან ევროსაბჭოს წევრი 2022 წლიდან აღარ არის რუსეთი. ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით 3 წლის წინ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთის ფედერაციისთვის წევრობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ერთსულოვანი დასკვნის საფუძველზე შედგა. მიზეზი რუსეთის მიერ ევროპის საბჭოს წესების სტატუსის უხეში დარღვევა გახდა. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, რუსეთმა ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესიით დაარღვია ევროპის საბჭოს სტატუსის, გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ჩვენ წუხართ, რომ რუსეთის ფედერაციამ არ გაითვალისწინა ჩვენი მოწოდებები უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტის თაობაზე. რუსეთის ქმედების შედეგად რუსეთის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით მინიჭებული უფლებებით და ვერ შეძლებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მათი უფლებების დარღვევის შემთხვევების გატანას. ეს არის უაღრესად შემაშფოთებელი და რუსეთის მოქალაქეების კიდევ ერთი შეზღუდვა საკუთარი სახელმწიფოს მიერ. ევროკავშირი გამოხატავს თავის მხარდაჭერას რუსეთში ადამიანის უფლებათა დამცველების, დემოკრატიული ძალების, თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ჩვენ მოვუწედებთ რუსეთის ფედერაციას სწრაფად დაუბრუნდეს ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, აღნიშნული იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2022 წელს გავრცელებულ განცხადებაში. რაც შეეხება წევრობის მსურველებს, ანუ აპლიკანტებს, ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ სიაში ოფიციალურად მხოლოდ ბელარუსი ხვდება ქვეყანამ ევროსაბჭოს წევრობაზე 1993 წელს განაცხადა საპარლამენტო ასამბლეამ ბელარუსს სპეციალური სტუმრის სტატუსი მიანიჭა. თუმცა საბჭომ სტატუსი ქვეყანას შეუჩერა 1996 წლის ნოემბრის საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგად, რომლის მიხედვითაც ბელარუსმა სიკვდილი დაშთა და ამტკიცა. ამასთან არადემოკრატიული საპარლამენტო შუალედური არჩევნებიც ჩაატარა. 2009 წლის ივნისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ ბელარუსისთვის სტუმრის სტატუსი კვლავ აღედგინათ იმ პირობით, რომ ქვეყანა მორატორიუმს დააწესებდა სიკვდილის დასჯაზე, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა. რომ შევაჯამოთ, რეალურად ევროპის კონტინენტზე სულ არის ორი ქვეყანა, რომელიც არაა ევროსაბჭოს წევრი და ესენია რუსეთი და ბელარუსი. აქვე გეტყვით კიდევ ერთ შემთხვევაზე, აზერბაიჯანზე, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეის წევრობა შეაჩერა. ქვეყანა ევროსაბჭოს წევრია, თუმცა არა საპარლამენტო ასამბლეის. 2024 წელს აზერბაიჯანმა ასამბლეაში მონაწილეობა შეაჩერა, მას შემდეგ რაც დეპუტატთა უმრავლესობა მიიღო რეზოლუცია აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტპატიმრების
მიგრანტების რაოდენობის გაზრდის გამო. ამასთან აზერბაიჯანმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იმ დეპუტატებს, რომლებმაც აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.